ერთი წუთით თუ შეიძლება. რა თქმა უნდა. 2 წუთში. გმადლობ. შუადღე მშვიდობისა. უკაცრავად რომ გალოდინეთ. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც სასიამოვნოა. გქონიათ გასაუბრება ვებკამერით? არა. ვიდრე დავიწყებდეთ, მინდა ცოტაოდენი მოგიყვეთ ვაკანციის შესახებ. ეს არ არის უბრალოდ სამსახური, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო. ჩვენი ახლანდელი ვაკანციის სახელწოდება არის ოპერაციების დირექტორი, მაგრამ სინამდვილეში ეს ბევრად აღემატება ამას. დირექტორის პასუხისმგებლობები და მოვალეობანი საკმაოდ ვრცელია. პირველი მოთხოვნაა კარგი მობილურობა. ეს სამსახური თქვენგან მოითხოვს იმას, რომ მთელი დღე ფეხზე იდგეთ, გამუდმებით იხრებოდეთ, ფიზიკურად და გონებრივად გამუდმებით დაძაბული იყოთ და გქონდეთ გამძლეობის მაღალი დონე. კარგით. ეს ძალიან ბევრია. როგორ? რამდენი ხნით? 135 საათი, ანუ შეუზღუდავი დრო კვირის განმავლობაში. ეს არის 24 საათი დღეში, კვირაში 7 დღეღამე. დარწმუნებული ვარ იქნება ხანდახან ცოტა ხნით ჩამოჯდომის დრო არა? გულისხმობთ შესვენებას? არა, შესვენება არ გექნებათ. და ეს ყველაფერი კანონიერია? დიახ, რა თქმა უნდა. ესე იგი არ მექნება დრო სადილისთვის. დიახ, შეგიძლიათ ისადილოთ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი დაასრულებს თავის სადილს. ფიქრობ ცოტა რთული იქნება. არა. ეს სიგიჟეა. გარდა ამისა, ეს თანამდებობა მოითხოვს მოლაპარაკებების წარმოებისა და ურთიერთობის მაღალ დონეს. ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც ექნება განათლება მედიცინის, ფინანსებისა და კულინარიული ხელოვნების სფეროში. ბევრი რამ უნდა შეგეძლოთ. თქვენს დაქვემდებარებაში მყოფს სჭირდება გამუდმებული ყურადღება, ხანდახან მასთან დარჩენა და ღამის გათენებაც მოგიწევთ. მზად უნდა იყოთ იმუშაოთ ქაოსურ სიტუაციებშიც. თუ პირადი ცხოვრება გაქვთ, გვერდზე უნდა გადადოთ. არავით არ იშვებულება, უფრო მეტიც, დღესასწაულებზე უფრო მეტი სამუშაო გექნებათ. ეს ჩვენი მოთხოვნაა, თანაც ეს ყველაფერი სიხარულით უნდა აკეთოთ. შეიძლება ითქვას, რომ სისასტიკეა. ეს ყველაფერი ძალიან ბოროტ ხუმრობას გავს. როდის მექნება დრო დასაძინებლად, ან არა, ძილის დრო არ გექნებათ. ანუ ეს სამუშაო ყველაფერს მოიცავს. ზუსტად ასეა. 365 დღე წელიწადში. არა, ეს არა ადამიანურია. ეს სრული სიგიჟეა. შეუფასებელია ის ღრმა კავშირები, რომლებსაც ქმნით, და ის გრძნობები, რომლებსაც გრძნობთ თქვენი დაქვემდებარებული პირის დახმარებისას. რაც შეეხება ხელფასს, ამ თანამდებობაზე ვერ მიიღებთ ვერანაირ ხელფასს. უკაცრავად? არა. არავითარ შემთხვევაში ამას დიახ, უფასოდ არავინ აბსოლუტურად იზავს. უფასოდ. არა. რა იქნება თუ გეტყვით, რომ არის ვიღაც, ვინც ახლა იკავებს ამ პოზიციას? მილიარდობით ადამიანია ასეთი. ვინ? დედები. დიახ, დედები. ეს საოცარია. და ისინი ყველა მოთხოვნას ასრულებენ, ხომ ასეა? ღმერთო ჩემო, დედები საუკეთესოები არიან. დიახ. უანგაროდ, 24 საათი ჩვენ გვერდით არიან. ახლა დედა ჩემზე ვფიქრობ. და რას ფიქრობთ მასზე? ყველა გათენებული ღამისთვის, ყველაფრისთვის. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც მიკეთებ. ვიცი რომ ვერ ვამჟღავნებ, მაგრამ ნამდვილად გაფასებ. ასე რომ დედა, მინდა მადლობა გითხრა ყველაფრისთვის, რაც გააკეთე. ძალიან მიყვარხარ. ჩემთან იყავით კივილშიც და სიხარულშიც. საოცარია დედა ჩემი. უბრალოდ საოცარი.